რუსთავის მეტალურგმა კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა. ზუგდიდის ბაიას წინააღმდეგ ფოლადზე გამართული დაპირისპირება გუნდმა ანგარიშით 2-0 მოიგო. შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. მე-10 წუთზე გიორგი მიქაბერიძეს რუსთაველთა დაწინაურების შანსი მიეცა, თუმცა სტუმართა გამოცდილმა მეკარემ გიორგი სომხიშვილმა საკმაოდ ახლო მანძილიდან დარტყმულის მოგერიება შეძლო. ზუსტად 1 წუთში რევას გეწაძემ დაარტყა შორიდან. სომხიშვილმა ამჯერადაც მოახერხა ზუგდიდელთა გადარჩენა. მეტალურგი შეტევაზე ახორციელებდა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწია. მე-13 წუთზე გეწაძის ჩაწოდებულ კუთხურს ირაკლი მოდებაძის თავური დარტყმა მოჰყვა და ანგარიშიც გაიხსნა. ბაიამ ერთადერთი აღსანიშნავი ეპიზოდი მატჩის 29 წუთზე შექმნა. მარცხენა ფლანგიდან ირაკლი ეხვაიას დარტყმული ზურაბ ბათიაშვილმა მოიგერია. დამატებაზე ლევან წურწუმიამ ითამაშა, თუმცა არა ზუსტად. მოგვიანებით სომხიშვილმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა სტუმართა კარი. მან ამჯერად მოდებაძეს აჯობა, რომელიც შორიდან ცდილობდა სხვაობის გაზრდას. 37 წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. მოდებაძის გადაცემა გეწაძემ გამოიყენა. მეტალურგი შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევარში თამაშის ტემპი დაეცა და ტაიმაც უინტერესოდ ჩაიარა. 45 წუთის განმავლობაში მხოლოდ 3 სახიფათო მომენტი შეიქმნა. 59 წუთზე სომხიშვილმა კიდევ ერთხელ მოიგერია მოდებაძის დარტყმული. მიზანს ააცილეს ჯაფარიძემ და ქავთარაძემ. 2-0 მეტალურგმა პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა და კარგი იყო რომ პირველ ტაიმში მოვახერხეთ 2 გოლის გატანა. რავი, ყველა მიიღო მონაწილეობა პირველ გოლში, უბრალოდ დასკვნის ფაზაში ვიყავით, მე დაგეცა უბრალოდ. ყველამ ახლა მოვინდომეთ რაც შეიძლებოდა და მე მგონი რომ გამოგვივიდა, მოვიგეთ გამარჯვება, მაინც პირველი გამარჯვება ახალი მწვრთნელის ხელში კაია და მე ფიქრობ რომ ასე გავაგზავნებთ და იმედი მაქვს რომ ჩემპიონატს კარგად წარმატებით დავასრულებთ. ნაკრებიდან 4 კაცი ჩამოგვივიდა ერთი კვირის განმავლობაში, საერთოდ გუნდთან ერთად არც უვარჯიშია. ჩვენ არ გვაგვაშნია ეს ფუფუნება, რომ ეს ფეხბურთელები შეგეცალა სხვა ფეხბურთელები და ამიტომ ამაზე დავეღრდენით მაინც და დაღლილები იყვნენ. ასეთი ცუდი თამაში ჩვენ გუნდს არ ვთამაშია.